ჟენევაში კიევის, მოსკოვისა და ვაშინგტონის დელეგაციების მოგლიგმა შეხვედრა აჩვენა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დასრულებას ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს. მხარითა უთანხმოების მთავარი საკითხი არის ის ტერიტორიები, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოების და თავის დროზე კრემლის მიერაც არის აღიარებული უკრაინის საკუთრებად, თუმცა ახლა რუსულ საოკუპაციო ჯარებს აქვთ დაკავებული, ხოლო ვლადიმერ პუტინის ხელისუფლება ისტორიულ რუსულ მიწებად მოიხსენიებს. ამერიკულ მედიასთან საუბრისას დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ ვიტკოფმა თქვა, რომ ვერანაირი სამშვიდობოში თანხმობა ვერ იარსებებს, ვიდრე უკრაინელები არ დარწმუნდებიან, რომ რუსეთი მათ თავს აღარ დაესხება. მისივე განცხადებით, მშვიდობა მოსკოვსა და კიევს შორის უნდა იყოს რეალური, რისთვისაც, როგორც ამბობს, საჭირო იქნება ამერიკის მხრიდან უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები, რაც ევროპელ პარტნიორებთან ერთადაც უნდა შემუშავდეს. ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად, მიუხედავად ხელშესახების წინისთვის არარსებობისა, გარკვეული პროგრესი მაინც არსებობს, ხოლო დელეგაციების მოგლიგის შეხვედრა სავარაუდოდ მარტში, აბუ-დაბიში შედგება. Війну треба завершувати, це наша позиція. ომი უნდა დასრულდეს. ეს არის ჩვენი უკრაინისა და ყველა ჩვენი პარტნიორის პოზიცია, მაგრამ სამწუხაროდ ახლა ყველა ხედავს, რომ რუსეთი არ არის მზად მშვიდობისთვის. არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ პუტინი აჩერებს ამ ომის მანქანას. პირიქით, ის ემზადება ბრძოლის გასაგრძელებლად და ამის შესაძლებლად მსოფლიოც უნდა იყოს მზად რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისთვის. გადაწყვეტილება ყველასთვის მკაფიოა. რუსეთის საკუთარი ნებით შეწყვეტს ომს, როცა მთლიანად გაჩერდება რუსული ნავთობისა და სხვა ენერგორესურსების გაყიდვა, ასევე რუსული ბანკების მუშაობა. ეს საკითხი შესრულებადია. Російські банки. Це абсолютно реально. უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნისა და მოლაპარაკებებში კიევის ერთ-ერთი წარმომადგენლის რუსტემ უმეროვის განცხადებით, ამერიკულ დელეგაციასთან განხილვის ძირითადი საკითხი იყო უკრაინის ომის შემდგომი რეკონსტრუქცია. მისივე თქმით, გაგრძელდება მუშაობა უკრაინის აღდგენის შესახებ დოკუმენტზე, ასევე ინვესტიციების მოზიდვასა და გრძელვადიანი თანამშრომლობის საკითხებზე, რომლებიც დაფუძნებული იქნება როგორც კიევის, ისე ვაშინგტონის ინტერესებზე. ამასთან ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოსთან ერთად განიხილა უკრაინის სტრატეგია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად, რათა სექტორი მზად იყოს სამომავლო რუსული თავდასხმებისა და მომდევნო ზამთრისთვის. სწორედ ენერგოინფრასტრუქტურაზე უწყვეტი იერიშები მით უმეტეს მკაცრი ზამთრის პირობებში დაგმო გაეროს გენერალური მდივნის პრეს-სპიკერმა მორიკ კონფერენციაზე. კიდასტურებთ, რომ კვლავ გმობთ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების თავდასხმას უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. მსგავსი თავდასხმები, სადაც არ უნდა ხდებოდეს, არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. მიუღებელია, გაუმართლებელია და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ჩვენმა კოლეგებმა ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის ორგანოდან გვაცნობეს, რომ უპილოტო საფრენი აპარატებითა და დრონებით განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა თავდასხმამ ფრონტის ხაზზე სამხედრო მოქმედებების თანხლებით მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი გამოიწვია და ქვეყნის მასშტაბით დააზიანა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. მხოლოდ ერთი ღამის განმავლობაში ათასობით საცხოვრებელი სახლი დაზიანდა კიევში, ასევე კიროვიჰრადის, ვინიცისა და კიევის ოლქებში. ოდესის ოლქში დაახლოებით 40,000 ოჯახი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე. პოლტავაში კი გაზსადენზე იერიშმა 20,000-ზე მეტი ოჯახი დატოვა გათბობის გარეშე. მსგავსი ტიპის თავდასხმებს მოსკოვი უარყოფს, ისევე როგორც გასული 4 წლის განმავლობაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის ფარგლებში განხორციელებულ ათასობით იერიშს არასამხედრო ობიექტებზე. კრემლის განცხადებები, რომ მისთვის ჯერჯერობით მიუღწეველი რჩება ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები, კიევისთვის გასაგებს ხდის, რომ ის არ აპირებს ომის შეწყვეტას. ჟენევის მოლაპარაკებების პარალელურად კი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინისთვის 8,1 მილიარდი ამერიკული დოლარის სესხის გადაცემაზე გასცა თანხმობა. თანხის პირველ ტრანშს კიევი დაუყოვნებლივ მიიღებს და პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს თანახმად ის მოხმარდება ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსებასა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას.